მოდი ვნახოთ რა იზიდავს შენში. რა იზიდავს შენში. იზიდავს ის ფაქტი, რომ ყოველთვის ელოდები და რაც არ უნდა ცხოვრებისეული სირთულე იყოს და რაც არ უნდა გაურკვეველი სიტუაციები იყოს, ყოველთვის ელოდები და ელოდები. შენში მოსწონს ის, რომ მის სივრცეში შეიტანე ბედნიერება, რომ შეგიძლია მისი ცხოვრება შეცვალო და მოსწონს ის, რომ შენ სერიოზულად უყურებ და ამასთან არ თამაშობ. მოსწონს ის, რომ შენ ხარ რეალური, შენ გაქვს რეალური გრძნობები და განცდები და არ უწევს საკუთარი თავის დამალვა და არ უწევს იმის ჩვენება, რომ ის განსხვავებულია. არ უწევს იმის მტკიცება, რომ ის ითხოვს მეც და ასე შემდეგ. ხო, მოსწონს თქვენი სიტყვები, თქვენი დამოკიდებულება, მოსწონს ის, რომ თითქოს ზღაპრულ სამყაროს უქმნით და თქვენთან ერთად ცხოვრება არის იდეალური. მოსწონს ის, რომ მის ცხოვრებაში შეხვედით როგორც კაშკაშა მნათობი ვარსკვლავი და მას აგრძნობინებთ თავს ისე, როგორც ღმერთს აფეტიშებენ ხოლმე და აიგივებენ თავის ცხოვრების სიყვარულთან, ხო? მოსწონს თქვენში ეს, რომ ღმერთივით სასურველია და მოსწონს ის, რომ თქვენთვის არის იდეალური. ასევე მოსწონს თქვენში თქვენი ანალიტიკური აზროვნება, თქვენი გამჭრიახი გონება, ის რომ შეგიძლიათ გარკვეული სიტუაციებიდან ისე გამოძვრეთ, რომ თავი სუფთად გამოიყვანოთ. მოსწონს თქვენი დომინანტური ხასიათი და ამავდროულად თქვენი ცივი დამოკიდებულება, ის თუ როგორი ლიდერული თვისებები გაქვთ და როგორ შეგიძლიათ იყო რადიკალისტი გარკვეულ სიტუაციებში. მოსწონს შენი ქარიზმა, მოსწონს შენი ფინანსური ენერგია და ის თუ როგორ შესცქერი და შესციცინებ, რომ რაღაც სურვილი აუსრულო. მოსწონს ის, რომ ყოველთვის გვერდით ხარ და ყოველთვის მოლოდინში ხარ, რომ ეს ადამიანი რაღაცას გეტყვის და შენ აუსრულებ და მის ოცნებების ფერია ხარ, ხო? შენ ხარ ფერია, რომელიც ოცნებებს ასრულებს და მის ცხოვრებაში ძალიან დიდი პოზიტივი შეგაქვს და მის ცხოვრებაში სინათლე შეგაქვს. ყოველთვის შენი იმედი აქვს და ყოველთვის გრძნობს, რომ ნებისმიერ სირთულეში, ნებისმიერი ჭორის და ნებისმიერი კონფლიქტის სიტუაციაში შენ ყოველთვის მის მხარეს დაიჭერ, შენ ყოველთვის მას აღიარებ და შენ შეგიძლია რომ მას ის დაიცვა ასეთ ადამიანების წინაშე და დაიცვა ოჯახში, დაიცვა სამყაროში და შენ ხარ იმედი მისთვის, შენ ხარ იმედი, რომელიც არასდროს არ გაქრება. მოსწონს შენში ბევრი ენერგიის დაგროვება და მე ამ ყველაფრის გასხივოსნება. თითქოს ამ ენერგიით ასაზრდო ამ ადამიანს და მის ცხოვრებაში ხარ ყველაზე ნათელი წერტილი. კიდევ რა მოსწონს? მოსწონს შენი სიყვარული, მოსწონს შენი ღირსება, მოსწონს შენი მებრძოლი ხასიათი და მოსწონს ის, რომ შენ ცხოვრებაში არის ერთადერთი ქალი და თქვენი სიყვარული იზრდება, შენი სიყვარული იზრდება და დროსთან ერთად უფრო ვრცელი და სიღრმისეული ხდება. მოსწონს ის, რომ სერიოზულად უყურებ, მოსწონს ის, რომ შენ შეგიძლია საკუთარი თავი გამოხატო და გაიმარჯო ყველა იმ კონკურენტს შორის, ვინც მის სამყაროშია, ხო? შენ შეგიძლია რომ ყველა მამაკაცი დაამარცხო, ყველა ქალბატონი დაამარცხო და გაიმარჯო ამ ურთიერთობაში და ძალიან მაგარი ტიპი ხარ მისი გადმოსახედიდან. მოსწონ ხარ, სრულყოფილი ხარ მისი გადმოსახედით და სრულყოფილი ნდობის ფაქტორი ხარ. წარმატებები.